მოგესალმებით ჩემო ზირვასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით დღეს გავაკეთოთ ასეთი გაშლა. ვისთან იპოვის შენს ბედნიერებას, გოგოებისთვის გალურ ბედნიერებას. თუ ბიჭებისთვისაც იქნება რაღაც რეზონირდება, კაი, მაგრამ მე ჩაფიქრებული უფრო მაქვს, ვისთან იპოვის შენ გალურ ბედნიერებას. ეხლა ვნახოთ ჩვენ რა ენერგიაში ხართ ეხლა. და მერე უკვე ვნახოთ თქვენ თვითონ როგორი ურთიერთობა გინდათ და უკვე მინდა გავაკეთო ისეთი გაშლა, რომ ანუ დახასიათება ასეთი ადამიანის როგორია, რა უნდა მას ურთიერთობისგან და ვნახოთ ეხლა საერთოდ რა გამოვა, ხო? პირველ რიგში ვნახოთ თქვენ, ანუ ვისთვის იქნება ეს, ვისთვის რეზონირდება, რა ენერგიებში ხართ ეხლა. აჰა. ეხლა შეხედეთ აქ რა საინტერესო მომენტი გვაქვს ჩვენ. ეგრევე გამოვიდა აქ ახალგაზრდა გმაწვილი. იცით რა არის? აქ რაღაცა შეიძლება ვიღაცასთან არის, აი როგორი მომენტი ნახეთ, ენერგია როგორი წამოვიდა ვიღაცისთვის იქნება ეს როგორ რანაირად ნახეთ. ანუ თქვენ შეიძლება კიდევაც დაუშვათ ან ყავთ ეხლა ვიღაცა ადამიანი, ჯერ როგორც ადამიანი ავიღოთ, რომელთანაც თქვენ პრინციპში გაქვთ ჰარმონიული ურთიერთობა, ხანძლივი ურთიერთობა და სადაც თქვენ პრინციპში გაქვთ აი რო გითხრათ აი ცუდად ხართ ან რა, არა, ეგრე არ არის. ანუ უფრო რატომღაც მაჩვენებს მეგობრულ ურთიერთობას სიმართლე რომ გითხრათ, ახლა უბედური ადამიანი ნამდვილად ამ ურთიერთობაში არ არის, მაგრამ შეიძლება როგორც ენერგიას იმას გვაჩვენებენ, რომ არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას даже ყავს პარტნიორი, ვისთანაც თქვათ, სამკუთხედია და მაგრამ ხანძლივი ურთიერთობა, მაგრამ ამ ურთიერთობიდან თქვენ იღებთ ისეთ ენერგიებს, რომელიც თქვენ კურნავს, ასე რომ ვთქვათ, რა, თქვენთვის ეს ენერგია, აქ არ არის ცუდი, თქვათ, ახლა რო გითხრათ რა. კი ბატონო, მაგრამ მიხე დედოფალის ვეძე ყველა ვარიანტში რა. აქ როგორი სიტუაცია, კი, აი აქ ხანძლივი შეიძლება იყოს მომენტი, სადაც ანუ ენერგია ისეთი არის აქ რა, რომ თითქოს აი ნახეთ, აი ეს პერიოდი, რომელიც თქვენ დაუშვათ რაღაც ურთიერთობაში იყავით, თქვენ აქედან მართლა დიდი ხანია, თქვენ აიღეთ ანუ ყველაფერი, რაც თქვენთვის საჭირო იყო. მიხვდით? ანუ შეიძლება ზოგი დაუშვათ ახლა ისწავლა რაღაცა ფინანსური სიტუაცია, როგორ უნდა მართოს ფინანსები, იმიტომ რომ შეიძლება ვთქვათ, შეიძლება ზე არ გადავალ, იმიტომ რომ ბევრი სიტუაცია, ვარიანტები შეიძლება იყოს აქ რა. მაგრამ აქ რა არის, იცით? აი თითქოს რა მოდის, იცით? რაც მე მჭირდებოდა მაგ ადამიანისგან, მე ყველაფერი მივიღე და აქ არის სხვათა შორის ენერგიების ცოდნა. რაღაცა ცოდნა მივიღე. კი, აგერ არის. ეხლა ნახეთ როგორი მომენტი, აი ნამდვილად ეხლა უკვე გამოდის რაღაც სივრცეში ადამიანი რა. როცა თქვენ შეიძლება даже მაგ ადამიანთან ერთად ცხოვრობდით, შეიძლება ამ ადამიანთან მართლა ბევრი დრო გატარებული. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება აქ აჩვენებენ ყოფილ პარტნიორს, რომელთანაც აქ შეიძლება დაუშვათ იყავით თქვენ ეგეთ ურთიერთობაში, სადაც დაუშვათ ადამიანი, ანუ აქ ნახეთ, მნიშვნელობა რა შედევს, რომ ეგრევე მაღალი არკანი გვაჩვენეს და ანუ ეს თან ახლა ზომიერება, ეს არის ხანძლივი ურთიერთობა, მაგრამ ურთიერთობა, სადაც ადამიანი იმკურნება, ანუ გადადის თუნდაც სულიერ განვითარებაზე, შეიძლება სხვანაირად უყურებს სიტუაციას, ეს არის ხშირად, როცა შენ დაუშვათ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, სხვა დონის ურთიერთობა, რას ნიშნავს, როცა შენ აღარ უყურებ პარტნიორს, თქვათ, მარტო ისეთი თვალით, რომ ანუ ეს ადამიანი შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, ანუ всё, ეხლა უნდა გახდეს ჩემი ქმარი, შვილები, რაღაცა, ანუ ბანალურად არ უყურებს, მოდით ასე ვთქვათ, იღებს ამ ურთიერთობიდან, ან აიღო ამ ურთიერთობიდან ბევრი
რამ, ბევრი რაღაცა ისწავლა და გაათვითცნობიერა ეს მისი დიდი ცვლილი თქვენს ცხოვრებაში რა, ანუ ძალიან მისი თუნდაც წონა, იმიტომ რომ ამ ადამიანმა მართლა ბევრი რაღაცა გასწავლა თქვენ. აი აქ ესეთი მომენტი მოდის. Даже არ გამოვრიცხავ იმას, ნახეთ ყურუმი წამოვიდა, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ აქ თქვენ ზოგს даже მოუწიათ გადასულა, თქვათ, ანუ დაიწყეთ ან რამე ცოდნა, მოდით აქედან ასე დავიწყოთ, რომ რამე ცოდნა შეიძინეთ, შეიძლება შეცვალეთ თქვენი თქვათ ახლა ნუ პირად დანიშნულება არა, საქმიანობა დაუშვათ შეიძლება და ანუ აქ თითქოს როგორი მომენტი არის, იცით, აი ხა ჩვენ ტრენინგზე რო ვაკეთებდით, ხო, აი ეს მადლიერების მედიტაციები და პრაქტიკები, ხო? აი ზუსტად თითქოს მე აი დავჯექე და ხვდები, რომ ამ ადამიანის მიმართ მაქვს ძალიან დიდი მადლიერება, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ზოგი მართლა შევიდა даже ეზოტერიკაში და ან დაიწყო რაღაცა სწავლა ახალი ცოდნისკენ, იყო ამ ადამიანთან ეს ბიძგი, ანუ შეიძლება ხანძლივი ურთიერთობა, რომელიც იყო, ბევრი რამ გამოვიარეთ ჩვენ, მაგრამ აქ იყო სიყვარული, შეიძლება даже უკვე მეგობრული ან მიმღებლობა, ანუ იღებთ უკვე რა ამ ადამიანს, როგორც აი ჩემიანია, ბევრი რამე ვისწავლე ამ ადამიანისგან, ან ამ ურთიერთობიდან ვისწავლე, ძალიან ბევრი კი იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ხასიათი რთული ქონდა ან აქა თქვენს ნუ დავუშვათ ამ ადამიანს, თქვენ ბევრი რაღაცა ისწავლეთ, მაგრამ აქ არის ათიანები ეს რაღაცა ან დამთავრდა რაღაცა პერიოდი, ან ნუ საერთოდ ახლა ადამიანები გადადიან რაღაც სხვა ეტაპზე. ნახოთ ახლა ჩვენ ახლა ხო გვაქვს საერთოდ ახლა ნუ ეს რადგან ეგეთი კითხვა გვაქვს, ვისთან შემიძლია ვიყო ბედნიერი, ხო? ანუ ქალური ბედნიერება მოვიპოვო, ეს შეიძლება ამ პარტნიორთან შეიძლება სხვა იყოს. ნახოთ ჩვენ უბრალოდ ვიგეუბნეთ, რომ თქვენი სივრცეში ეგეთი ადამიანი ან არის, ან იყო. აი ეგეთ, რომელმაც თქვენ ნამდვილად, ანუ თითქოს აი ამ ყველაფერმა, რაც კი თქვენ გქონდათ ამ ადამიანთან, მიგიყვანა თქვენ ან ეზოტერიკაში, ან კიდე უფრო გააღრმავა თქვენი აი ეს ინტუიცია თუნდაც, ხო? ანუ რაღაცა ბიძგი მოღწევთ, რომ თქვენ რაღაცა ახალი შეგესწავლათ, ან დაუშვათ ახლა შეიძლება ზოგი აი ტაროს თუნდაც ახლა დაიწყო ყურება თუნდაც პირველად რა, აი ეგეთი რაღაცა იღებდა იქიდან ბევრ რამეს სწავლობდა იქიდან, აი ამით, ხო? მიმიყვანა პირველი თქვათ ახლა ყურება, დავიწყე თქვათ თუნდაც ტაროსი, აი ამ ადამიანის გამო სიტყვაზე, ხო? იმიტომ რომ ყურუმს ჩვენ ახლა კი ბატონო ასე ვუყურებთ. მაგრამ ეხლა რა არის, იცით, აქ რაღაცა წამოვიდა იმედგაცრუება. მერე პრინციპში რა არის, იცით, რა გეტყვით ახლა, როცა შეიძლება ადამიანთან წლები იყო, წლები, იმიტომ რომ შენ ახლა ჩვენ ხო უყურებთ ხო ვინც ჩვენთან ხართ სულ, თქვენ იცით ხო, რომ პარტნიორს ჩვენ უყურებთ როგორც ანუ იმ თვალსაზრისით ეს ადამიანი რას შემოაქვს მაგას ჩემ ცხოვრებაში, შემოაქვს სულების კონტრაქტი, ვიცით ჩვენ ხო, რომ ახლა მე ჩემ ტრენინგზე აუხსენია იმ ძალიან დაწვრილებით, ანუ რანაირი კარმული ურთიერთობები შეიძლება იყოს და რისთვის შეიძლება შემოვიდიოდეს პარტნიორები, ხო? და არის ესეთი მომენტი, რომ ჩვენ ახლა პრინციპში გვაქვს ეს გონიათ რომ ადამიანი რო შეხვდა, ჩვენ შეგვიყვარდა და всё მთელი ცხოვრება მასთან ვიქნები და შანსი არ არსებობს რომ თქვათ მე მაგას დავშორდე და რაღაცა. ეს პრინციპში ნუ ცუდი მიდგომა კი არ არის, მაგრამ მე როცა ხვდება ეს განშორებები, ან შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში რამდენიმე პარტნიორი შემოდის, даже შეიძლება ცოლქმრული ურთიერთობა ხანძლივი დასრულდეს და შემოვა ადამიანი, როცა საერთოდ არც ელოდები, ხო, რომ შენ გონია შენ ხარ მიმართული, რა თქმა უნდა, პარტნიორი რო შემოდის ცხოვრებაში, შენ ახლა იმას კი არ იფიქრებ, რომ არიქა კონტრაქტი მაქვს მაგასთან და ახლა ადრე თუ დასრულდება. არა. ამას მე იმიტომ გიყვები თქვენ ახლა და ამ რამეს
მგზავრობთ, რომ თქვენ თუ დაუშვოთ, გრძნობთ, რომ პარტნიორთან უნდა მოხდეს ურთიერთობის დასრულება, რომ თქვენთვის ეს არ იყოს მტკივნეული და გიხსნით, რატომ შეიძლება ეს ხდებოდეს. იმიტომ რომ ესე იგი ამ ადამიანთან რაღაცა თქვენ გზა განსაზღვრული გაიარეთ, რაღაცები აიღეთ გაკვეთილები, ისწავლეთ და ეხლა შეიძლება დასრულდეს ურთიერთობა, იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, იცით? თქვენ გაიზარდეთ და თქვენ უკვე ფიქრობთ სულ სხვა რაღაცას. გაიგეთ რა ხდება? ანუ რაღაცა დიდ ტრანსფორმაცია მიიღეთ თქვენ და შეიძლება თქვენი პარტნიორი არ იზრდება თქვენთან ერთად, არ ვითარდება თქვენთან ერთად, არ იღებს იმ თქვა თუნდაც აი ცოდნას, რომელიც უნდა მიიღოს, ხო, ნუ ერთად არ ვითარდებიან, შეიძლება კარგად იყვნენ, მაგრამ არის რაღაც ესეთი მომენტები, როცა აი შენ გრძნობ, რომ უკვე ის რაც მე მჭირდებოდა, ეს არ არის გამოყენება, არა. ეს სწორედ გამიგეთ ახლა მე ვცდილობ, იმიტომ ვეძებ სიტყვებს, რომ ქართულად სწორედ გადმოგცეთ თქვენ ეს ინფორმაცია, რომ თქვენ არ იფიქროთ, რომ აი გამოვიყენე და მივაგდე. არა. აქ არის თქვა ეს პერიოდი, რომ ჩვენ დაუშვოთ, კარგად ვიყავით, თუ ცუდად ზოგჯერ ვიყავით, თუ რაღაცეთ, ანუ ამით ვსწავლობდით, მაგრამ ავიღე ის გაკვეთილები, რაც უნდა გამევლო. მაგრამ მე კი ვითარდებოდა, ქალი ვითარდებოდა, მაგრამ ბიჭი შეიძლება ცოტა შეჩერდა. ანუ არ იღებს, ან ვერ ასწრებ ამ სისწრა, ანუ ნახეთ, გოგო ჩქარა მიდის და ბიჭი ვერ ასწრებ, ვერ ეწევა, გაიგეთ? და ამიტომ აქ არის სიტუაცია, როცა ადამიანს აი თითქოს თქვენ ეხლა ამას უნდა გრძნობდით თქვენ თვითონ. ეს ინტუიცია გაქვთ უმაღლეს დონეზე, რომ მე ვგრძნობ, რომ რაღაცა ჩემს ცხოვრებაში იცვლება, რაღაცა მე მაღალ ძალებს გადავყავარ რაღაც სხვა ეტაპზე და მე ვიცი, რომ ანუ ეს ჩემი გამოცდილება, ეს ყველაფერი გადავყავ, ანუ როგორიც ვიყავი, უკვე აღარ ვიქნები. მე უკვე აი ჩემი ანუ თქვენი მომავალი, თქვენი მომავლის სივრცე ეხლა იცვლება და ამიტომ არის აი ეს მომენტები, რომ თქვათ, რომ შეგრძნება რაღაცა, რომ აი ხო არ დავშორდები, დაშორება არ მინდა, ანუ თან გრძნობ, ეს უნდა იყოს ძალიან შიგნით, რომ შენ გრძნობ, რომ რაღაცა უკვე აი გადავიზარდე, უკვე სხვანაირი ვარ, ხო, ანუ სხვანაირი მომავალი უნდა მქონდეს და აი ეს მომავალი რამდენად იქნება დაკავშირებული იმასთან, ვისთანაც ეხლა მე ვარ. გაიგეთ, აი ეგეთი რაღაც ენერგიები მოდის, მე ხა პროსე დედოფალი მინდა ვიპოვო. დედოფალი ჯერ არ არის, უმაღალი არკანებით მელაპარაკებიან ჯერ. კი, აქ ძალიან ბევრი დრო ქონდა თქვენ და ამ ადამიანმა ბევრი რაღაცა შეცვალა თქვენში და აქ გეუბნებით რაღაცა თითქოს მაჩვენებენ, რომ შეიძლება ვიღაცასთან даже არ გამიკვირდება დასასრულსაც მივახლოთ. აი ზუსტად რაც მე თქვენ აგიხსენით. კი ბატონო. აქ გოგო ნამდვილად აიღო ის რაც სჭირდებოდა. კი, ბევრი დრო. ანუ ნახეთ, თქვენ ამ ურთიერთობაში არ იჯეკეთ ყვილა დაუშვოთ, ხო? აი აქ ნამდვილად მოხდა რაღაცა ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია. და даже გეუბნებით, შეიძლება აი კიდე უბრუნდები იმ ტრენინგს ახლა, ნუ ჩემს სივრცეში ხართ, რა თქმა უნდა, ახლა მაგაზე ვიტყვი, რომ ახლა იმ დრო ძალიან მაგარი ტექნიკები გქონდა ჩვენ და ანუ თითქოს მე აი ვემშვიდობები იმ პარტნიორს, თქვა, აი ზოგს ხა მაგალითად დიდი ხანია, თქვა, ფიქრობდა რაღაცა, აი უკვე იცოდა რომ აღარაფერი არ იქნება და ეს მომენტები უშლიდა ხელს მის განვითარებაში, მის წინსვლაში. და აი აქ ეს მადლიერება, ხო, რომელიც თქვენ გამოხატეთ და გაუშვით, უკვე თქვენ გაძლევთ აქ, ნუ იცით როგორ არის, თითქოს დასვით თქვენ წერტილები და თქვით, რომ всё, მე ახალი ვარ
მე ახალი ცხოვრება მინდა, მე ახალი ცოდნა მინდა, მე ახალი სიცოცხლე მინდა, მე უკვე დავსვი წერტილი აი ნერვიულობაზე, მე აღარ მინდა უკვე რაღაცები აი რომ ამაღელბოს და ნერვები ვიშალო რამეზე, გაიგეთ? აი რაღაცა სხვა მიმართულება, სხვა რამე ვისწავლო, რაც მე უფრო მეც მომიტანს ჩემ ცხოვრებაში, გაიგეთ? აი ეგეთი იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი გამოვიდა, კი? ну, პრინციპში კიდევაც კი ბატონო, თქვენ უნდა იგრძნოთ, რომ აი ეს გზა, რომელიც თქვენ გამოიარეთ ამ ადამიანთან, თქვენ აიღეთ აქედან ყველანაირად კარგი თუ რამე შეიძლებოდა აგიღოთ და ეხლა უკვე მზად ხართ ახალი ცხოვრების. ბედნიერად მინდა ვიყო. ბედნიერად, იმიტომ რომ ცოდნაც გაქვთ უკვე რაღაც მიღებული, ზოგი ამ ცოდნის გაცემასაც აპირებს, იმიტომ რომ აქ არის უკვე აი ვინც ახლა ჩემთან კურსზე წამოვიდა გოგოებო, თქვენ ახლა ხო ახალი ნაკადი ხო ტაროს, ნამდვილად თქვენთვის იქნება ალბათ ეს გაშლა, რა ვიცი მე ხა თუ ნუ ნახოთ შეიძლება ხა ახალი პარტნიორზე, ნუ ახალი რა ახლა ადამიანზე ვისთანაც თქვენ იქნებით ბედნიერი, შეიძლება ის მივხვდით თქვენ თვითონ დახასიათებაში. მაგრამ ის რომ თქვენზე არის აქ ეს რაღაცა პერიოდი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში საერთოდ ადამიანი ეზოტერიკაში შედის ნუ პარტნიორის გამო, იმიტომ რომ რაღაცა გაუგებრობები და ასე შემდეგ და ვერ ხვდები როგორანაირად ვეძებ იქით ყველგან ვეძებ პასუხს, ხო? და მე აქ უფრო ეზოტერიკაში პოულობს ამ პასუხებს და რა თქმა უნდა, ანუ ძალიან ბედნიერი ხართ, გაიგეთ? აი ამ გადაწყვეტილებას. თან ახლა ფიქრობთ ჯერ კიდე ანუ თქვენთვის ეს როგორი მომენტია, აი ცოტა უცნაური, რა ვიცი, აი რა არის და მაგრამ აი ეს ბიძგი, რომელიც თქვენ მიიღეთ და გადაწყვეტეთ, აი მაინც შინაგანად თითქოს რაღაც გახარებს, რომ ვგრძნობ, რომ რაღაც ახალი იწყება ჩემ ცხოვრებაში. ну, ასეთი სიგნიფიკაცია იყო. ну, კი, აი ნახეთ, გადაწყვეტილების მიღება. ანუ რაღაცის შიში ქონდა თქვენ, ზოგი ხო გითხარით, აი იგივეს მიყვება. რაღაცა რთული სიტუაციიდან ზოგი გამოვიდა ძალიან საკმაოდ მტკივნეული და გადაწყვეტილება მიიღო რომ მოდი მე ვისწავლე და კიდევაც ანუ სიყვარულისაც ვისწავლე და ყველაფერსაც ვისწავლე და შეიძლება ჩემი ფინანსური მდგომარეობაც გავაუმჯობო. კი, არის აქ ეგეთი მომენტი, იმიტომ რომ ნამდვილად ახლა აქ შეიძლება ან ახალ პროფესიას რაღაცას იძენთ, რომელიც ნამდვილად იქნება თქვენთვის ძალიან მაგარი. ну, ახლა მაგალითად მე ჩემ კურსზე ყოველთვის მარტო ტაროს არ ვასწავლით, თქვათ მნიშვნელობებს. ჩვენ აი ასე ღრმა თემებზეც ვლაპარაკობთ, მინი ტრენინგებსაც ვუტარებთ, თითქმის კვირაში ერთხელ, როცა გვაქვს ჩვენ შეხვედრები და სხვადასხვა სფეროზე ვცდილობ, რომ განვითარება მივცე ჩემს სტუდენტებს. რომ თუნდაც ურთიერთობას და ყველაფერს არა მხოლოდ ასე ბანალური თვალსაზრისით უყურონ, იმიტომ რომ ეს უფრო ну, მე ვთვლი რომ უფრო საინტერესოა ეგეთი ანალიზი რა, ყველაფრის აბსოლუტურად ნებისმიერი თემის. ანუ და ჯერ რა მინდოდა ისეთ, ანუ აქ ну, პრინციპში ჩვენ კი გავიგეთ ქალს, აი მაინც ვკითხოთ მოდეთ, აი ქალს ვინც ახლა უყურებს ადამიანი თქვენ როგორი ურთიერთობა გინდა თქვენ, იმიტომ რომ ჩვენ გვაჩვენეს რომ ძალიან შეიცვალა თქვენი აქ მიდგომა ყველაფერს, აი რაღაცა ცვლილება ძალიან ძლიერ თქვენ უნდა გრძნობდეთ მაგას, აი გეუბნებით, უნდა გრძნობდეთ, იმიტომ რომ მე ყველაფერი შემიძლია, მე მინდა, მე ვისწავლე, მე ახალ გზას ვირჩევ. აი ეგეთი რაღაცა მიდის, აი მე გეუბნებით, ეგეთი ენერგიები არის, მიდის მეთქი, ესეთ ენერგიები. ანუ თქვენ როგორი ურთიერთობა გინდათ და მე როგორ მამაკაცს გადავალთ ჩვენ. ну, აი ნახეთ როგორი მომენტი არის. ეხლა თქვენ ისეთ ენერგიაში ხართ, კი? ეხლა თქვენ ისეთ ენერგიაში ხართ, რომ წინსვლა გინდათ, გაიგეთ? წინსვლა, წარმატება, რომ ყველანაირი თუ რამე დარდი გქონდა, ხო? ან რამე თქვა თუ სიამოვნა, აი მინდა დასრულდეს, მინდა ბედნიერი ვიყო. ბედნიერი, კი, რა თქმა უნდა, მე ხა ყოველთვის მაგას ვეუბნები, რომ ბედნიერი პირველ რიგში შენ თვითონ უნდა მოიპოვო შენ თავში, მაგრამ აქ არის ეს აქ რვიანი თასების გადადის მე-9 ენერგიაში, ვიცით ჩვენ, ხო? და მე-9 ენერგიაში უკვე მე როგორც გეუბნებით ყოველთვის რომ ჯერ შენ თვითონ შინაგანად უნდა იყო კარგად,
რომ მერე შეძლო რომ სხვებიც გააბედნიერო, ხო? აი აქ ეს ადამიანი, ნუ თქვენ ხვდებით რომ მინდა ჯერმე ჩემი თავი ვასიამოვნო, მე სიმშვიდე, მე მინდა რომ ანუ ჩემ ცხოვრებაში წავიდეს ესეთი ურთიერთობა, სადაც აი ვიქნები ძალიან აი როგორ გითხრათ, თუნდაც პარტნიორი ესეთი შემოვიდეს, რომელიც იქნება ჭკვიანიც, რომელსაც იქნება წინსვლის უნარი, რომელსაც შრომელი თუნდაც, ხო? და ისეთი პიროვნება, აი გამგებიანი თუნდაც და რომელსაც თვითონ უნდოდეს წინსვლა. ანუ ადამიანი, რომელიც უბრალოდ ზიზდა, თქვა, დივანზე და თქვენ მუშაობდა, რაღაც ვითარდებით და რამე საკეთებთ, თქვენ ეგეთი პარტნიორი არ გინდა, თქვენ გინდათ ურთიერთობა, სადაც იმენა ენერგია იტრიალებს რა, სადაც არ იქნება ადგილი ნერვიულობას და რაღაცა არა, ერთად მინდა რომ განვითარდეთ, ერთად მინდა რომ წავედეთ ჩვენ წინ, ერთად მოვიპოვოთ ეს ერთმანეთში ბედნიერება, ანუ სრულყოფილი პიროვნება გინდათ, იმიტომ რომ თქვენ თვითონ მიისწრაფებით ამ სრულყოფილებისკენ და თქვენ რა თქმა უნდა ეგეთივე ადამიანი გინდათ, ყურისსათრევი ვის უნდა რა, როგორც კაცებს არ უნდა ქალი ყურისსათრევი, ის არ უნდა ნამდვილად ახლა ქალებსაც ყურისსათრევი კაცი რა, იცოდეთ, ეგ არ არის ესე რომ აი როცა თუ თქვენ იმას ფიქრობთ, რომ ისეთი კაცი მინდა რომ ჩემი ყოველას პრობლემები მაგან გადაწყვიტოს და დამეხმაროს, იცოდეთ რომ არც ერთი მამაკაცი არ ზის და არ ფიქრობს იმას, რომ ვაიმე ნეტა ისეთი ქალი შემხვდეს მე, რომელსაც პრობლემები გქონდეს და მე ახლა ვირბინო და მაგის პრობლემების ის ვიყო, თქვა, გადამწყვეტი. არა, ეგეთი არავის არ ჭირდება, ყველას უნდა სრულყოფილი პიროვნება, ზრდასრული და ასე შემდეგ, პასუხისმგებლიანი და როგორც ჩვენ გვინდა ქალებს ეგეთი მამაკაცები, კაცებსაც ეგეთი სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ეს არის ნორმალური, კარგი ჯანმრთელი ურთიერთობა, შემიძლია გითხრათ. ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ პირველი ახლა ხარ, ნუ იცნობთ თუ არა თქვენ ამ ადამიანს, ეგაც გითხოთ. რითი არის დაკავებული, ანუ თქვა, მისი საქმიანობაც ნახოთ, ეს ადამიანი, ნუ შეიძლება არც იყოთ, ნახოთ. მისი სულიერი განვითარება, აი ზუსტად ეს რაც თქვენ გინდათ რომ აი ვითარდება ეს ადამიანი თუ არა დაუშვოთ საერთოდ, ხო? ემოციურად როგორი ტიპაჟი არის, აი ესეც ვნახოთ. მატერიალურად ამჟამად როგორ არის, ეგაც ვნახოთ ჩვენ. თვითონ მაგას აი რა უნდა, რა ურთიერთობა უნდა, რა აი საერთოდ აი როგორ რა დონის ურთიერთობა, ხო, თუნდაც აი მაგას ქალთან, ხო, და ეს პარტნიორი. ვნახოთ აი რას მოიმოქმედებს ამ ურთიერთობაში, ხო? ანუ რა ესეც ხო მნიშვნელოვანია. და თქვენ როგორც პარტნიორი, როგორ იგრძნობთ თავს ამ ურთიერთობაში. ნუ მე ვნახოთ თუ დაჭირდა აი იყოს რჩევა რა, ისეთი ავიღოთ კი ბატონო. так, ეს რჩევა მაშინ მოიცადე, ეს ასე იყოს და შინაგან. так, პირველი, ანუ იცნობთ თუ არა თქვენ მას. ნუ იცით როგორი მომენტი არის. აქ შეიძლება იყოს ან ახალი გაცნობილი, არ გამოვრიცხავ, არის ახალი გაცნობილი ადამიანი. კი, შეიძლება იყოს ახალი გაცნობილი ადამიანი. ერთი წამით, რაღაცა კითხვა დამებადა. იმიტომ რომ შეიძლება აქ არა. მოიცადეთ. აქ როგორი მომენტია, იცით, გეტყვით ახლა, არა ახალი იქნება უფრო. ან ახალი გაცნობილი, ან შეიძლება კარგად არ იცნობთ ამ ადამიანს, იმიტომ რომ შეიძლება ჩუმად გითვალთვალებს ვიღაცა, იცოდეთ. ან შეიძლება თქვენ სადმე ერთად სწავლობთ ამ ადამიანთან, ან თქვენთან სწავლობს ეს ადამიანი, სადღაც შეიძლება თქვენ, ან თქვენთან რამე თქვათ რჩევაზე შეიძლება სამსახურში მოვიდა თქვათ, უცნობი, შეიძლება ვიღაცას მიმოწერა გაქვთ თქვენ
დაუშვოთ ან რაღაცას ემაშობა წერს ეს ადამიანი, მაგრამ რო გითხრათ იცნობთ, შეიძლება ხვდებით, რომ ვიღაცა არის, მაგრამ ჯერ არა. და სხვათა შორის ეს ადამიანი, ეს ბიჭი არის, უკვე მაჩვენებენ, რომ შეიძლება თქვენზე პატარა იყოს. და კაი, ნახოთ აბა შემდეგი ახლა. რითი არის დაკავებული? აჰა. ნუ აქ არის ბოდიშით იმპერატორი. ეხლა ნახოთ, აი გეტყვით, ეხლა ნახოთ რა ხდება. შეიძლება ეს როგორი პიროვნება იყოს, იცით? არის ზოგჯერ მაგალითად, ეხლა, ნუ საერთოდ ეხლა იმპერატორი რადგან გამოვიდა, იმიტომ გეუბნებით. შეიძლება ეს ადამიანი იყოს აი ზოგს თქვათ, მე ნუ просто ვიცი რა ეგ სიტუაციები, როცა თქვათ, აი შეძლებული ადამიანი, მაგრამ ნუ არ ჩდება, არ ჩანს დაუშვოთ, თქვათ სოციქსელში დაუშვოთ, ხო? და მაგრამ აი ხო აქ თავის თქვათ სიტყვაზე Facebook-ი ან Instagram-ი, TikTok-ი, რა ვიცი. და ის გიყურებს. თქვენ გათვალე, მაგრამ შეიძლება თქვა თქვენ სურათებს ათვალიერებს დაუშვოთ, მაგრამ თქვენ შეიძლება შეამჩნიეთ, მაგრამ ეხლა ის ადამიანი რო დაუშვოთ, ნუ არ ჩდება ისეს, ან საუბარში არ გამოდის, აქ არ გამოდის ეგ ადამიანი საუბარში, ხო იმალება. მაგრამ გითვალთვალეს, კიდე შეიძლება ეგ პატარა პროცენტს ძალიან რომ ეს ამ ადამიანს თქვენ ბავშვობიდან იცნობთ. ან სტუდენტობის პერიოდიდან დაუშვოთ, გაიგეთ? მაგრამ ეს ადამიანი, ეხლა ნახეთ, აქ სიგნიფიკაცია როგორია. რითია დაკავებული? ამ ადამიანს, ეხლა მე აქ რითია დაკავებული, ამას მე ვგულისხმობ საქმიანობას. ამიტომ მე ეხლა აქ არ მინდა რომ ჩავაქსოვო იმპერატორში, რომ არის თქვა ცოლიანი. გაიგეთ? იმიტომ რომ ნუ თუ დაუშვათ, კი, მომენტ თქვა, რითია დაკავებული, ნუ ოჯახით სიტყვაზე, ხო? კი, დაუშვოთ, კაი, საჯარო გაშლა იმიტომ. ბიზნესი, უეჭველი, ბიზნესი ან საქმე, რომელიც აი მისთვის მნიშვნელოვანი. იმპერატორი არ არის უსაქმური ვიღაცა ტიპი, იმპერატორი არის იმ ადამიანის ზრდასრული. გიგითხარით აქ ახლა ახალგაზრდა მე რა რამდენიც კიდე არიან ახალგაზრდა მაგარი ბიზნესმენები, ხო? ანუ და შეიძლება უკვე თავისი კომპანია გქონდეს და ფლობს რაღაცას. ანუ აქ ძალიან ესეთი ტიპი, ნუ ყოველ შემთხვევაში სამსახური აქ. რაღაც თქვა, შეიძლება იყოს სხვათა შორის სამხედრო პირი, შეიძლება, მაგრამ მაღალ დონის, ჩინოსანი, ჩინოვანი ხო, ჩინოსანი არის. ნუ რაღაცა ისეთი თანამდებობა შეიძლება უკავია, სერიოზული. აქ არ არის. აქ გეუბნეთ, შეიძლება ან თუ იცნობთ მაგას, დიდი ხანია შეიძლება არ გინახიათ და ბავშვობიდან და შეიძლება გითვალთვალებს ეს ადამიანი. და უყურებს თქვათ ახლა ნუ სოციქსელში ან სადმე, მაგრამ ჩუმად. აქ არ არის, ახლა მე აქ ვერ ვხედავ რომ თქვენ მიმოწერები და რაღაც არა. ჩუმად. აი ეგეთი რამე. აი გითხარით, რაღაცა საქმიანი ადამიანი არის აქ. დальше. სულიერად რამდენად ვითარდება ეს ადამიანი, ნახოთ. ნუ მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანს აინტერესებს, იმიტომ რომ მაგი, აქ ნახეთ როგორი ძალიან ძლიერი პიროვნება და სხვათა შორის ძალიან ჭკვიანი. ამ ადამიანს, აი გეფიცებით, აქ უმაღლესი ექნება დამთავრებული უეჭველი. აქ უკვე არ არის, იმიტომ რომ იცით რა არის, ეს ადამიანი სულ სწავლობს. ამ ადამიანს, აქ ადამიანს ექნება გოგოება უმაღლესი დამთავრებული. ან სწავლობს შეიძლება თუ ახალგაზრდა დაუშვოთ, ხო? თუ თქვა თქვენ ახლა ისეთ ასაკში ხართ. მაგრამ აი გეუბნებით, ადამიანი მაგას აინტერესებს, აქ მაგასში რაღაცა ესეთი, ანუ მაგია სავით გაიგეთ, რომ თან ძალიან ჭკვიანია. ამასთან თქვენ ეს ძალიან კარგად სხვათა შორის შეიძლება იცოდეს ისტორია,
მაგასთან რო თქვა დაელაპარაკო, ანუ ეს ესეთი ტიპია, რომ ნებისმიერ თემაზე რო დაელაპარაკო, საინტერესოა. გაიგეთ? იცის პასუხები აქვს. ნაკითხია, ძალიან ნაკითხი ადამიანი არის. აი ძალიან ნაკითხი ადამიანი არის და შეიძლება даже ანუ სულ რაღაც ახალი აინტერესებს, თქვა, ახალი ტექნოლოგიები აინტერესებს ამ ადამიანს, ხო? აი ახალი პროექტები დაუშვოთ. ნუ აქ ძალიან ესეთი განათლებული პიროვნება შემიძლია გითხრათ. ამიტომ აქ ახლა ჩვენ გვექნება ორი სიტუაცია. შეიძლება ეს ადამიანი იყოს თუნდაც თუ დაუშვოთ ახლა იტყვით რომ ახლა ჩემს სივრცეში თქვა სიგნიფიკაცია ჩემი იყო, მაგრამ ჩემს სივრცეში ეგეთი ადამიანი არავინ არ არის, ხო? ესე იგი თქვენთვის იქნება ეგ სიტუაცია, რომ თქვენ ამას არ იცნობთ, ის გითვალთვალებს დაუშვათ და ახალგაზრდად მაწვილი, მაგრამ ჭკვიანი და ბიზნესით, ნუ საქმეა, მოდით ასე ვთქვათ, საქმე და საქმებული არის. თან ნუ იმპერატორით ახლა არ შემიძლია თქვა, რომ ახლა უბრალოდ რაღაც სამსახურია. არა. და მეორე ჩვენი ვერსია იქნება შეიძლება აი ახალგაზრდობიდან იცნობ, თქვა, ან ბავშვობიდან, ან სტუდენტობის პერიოდიდან ადამიანი, რომელიც არის აი ეგეთ ენერგიებში, ნუ აქ ჭკვიანია, ღმერთო ჩემო, განათლებული იქნება უეჭველი, აქ ახლა იცოდეთ რომ ეგეთი ტიპაჟი არის. ნუ თუ თქვენ ახლა იტყვით რომ ეგეთი არ არის, იგი მოვა. ვიღაცა გითვალთვალებს ეგეთი. ეგეთი სიტუაცია მილიონი მქონდა, რომ აი ადამიანებმა ესე გაიცნეს ერთმანეთი. ემოციური, ვნახოთ, ემოციები მისი როგორია. ომი ძალიან კარგი იცით. სხვათა შორის თასების მეფეა. თასების მეფე ეს არის აქ ახალგაზრდა თასების მეფე არის, არა როგორც ვთქვათ კლასიკაში და ამასაც უჭირავს წიგნი. გეუბნებით, განათლებული ტიპია ძალიან მგრძნობი არის, ძალიან ემპათი, შეიძლება უყვარს სხვათა შორის ამას კეიფიც უყვარს, ანუ კაი ჭამაც უყვარს, მაგრამ ძალიან სერიოზული ტიპია. გეუბნებით, აქ ემოციური შეიძლება იყოს ეს ადამიანი, მაგრამ ანუ აქ იმნანახად ესეთი სახე აქვს ამ ადამიანს, რომ სხვათა შორის შეიძლება უცბად ვერც მიხვდეთ მაგის ემოციას. იმიტომ რომ აქ ესეთი არკანები, ესეთი ნახეთ, ნუ გოგოებისთვის რა თქმა უნდა პრიორიტეტში მყავხარ თქვენ ბევრი თქვენ ნუ ბიჭები თავის თავს ცნობენ დაუშვათ. მაგრამ აი აქ სერიოზული ნორმალური ზრდასრული პიროვნება, რომელსაც შეუძლია თავისი ემოციების მართვა, რომელიც არის განათლებული, თან ძალიან განათლებული, რო იცოდეთ თქვენ. არ კარ გამოვრიცხავ, რომ ეს ბიჭი, ამ ბიჭს აინტერესებს ძალიან სხვათა შორის ეზოტერიკა. ნახეთ, თან უკვე შეხედეთ თქვენ ხართ აქ თასების, ნუ მე რო თასების დედოფალი გამოვიდა და გამოდის თასების მეფე. ანუ რაღაცა სიმპათია მაინც თქვენ შორის იქნება რა არის. შეიძლება ნახეთ ახლა კიდე ერთი რამე. შეიძლება რაღაცა სივრცე არის, ისეთი თქვათ, ახლა რამე ჩატები ხო არის ახლა დაუშვათ ეზოტერიკული ან ფსიქოლოგიაზე, ან რაღაცა ეგეთი და თუ თქვათ აი ან თქვათ სადმე დადეხართ ლექციებზე, რა ვიცი, სადაც საერთო არის იქ თემები. გაიგეთ რა ხდება? ანუ თქვენ ერთ და იგივე თემებით თემებში ხართ, რაც თქვენ გაინტერესებს, იმასაც აინტერესებს. დაუშვათ თქვენ ახლა ეზოტერიკა გაინტერესებს, ან ფსიქოლოგია გაინტერესებს, ამასაც აინტერესებს რა. და შეიძლება ეგეთ სივრცეში სადღაც ხართ თქვენ ერთად. და იმიტომ თქვენ ახლა შეიძლება ერთად სწავლობთ თუნდაც ახლა, მაგრამ თქვენ ვერ ამჩნევთ ამას, ნუ ვერ ხვდებით ახლა ეს ვინ არის, გაიგეთ რა არის. აი ეგეთ შეიძლება თქვა თუ სტუდენტი ხართ, აი დაუშვათ ერთად სწავლობთ თქვა, ხო? მაგრამ აი აქ უნდა იყოს ეს მიზიდულობა, იმიტომ რომ მიზიდავს, მაინტერესებს, საინტერესოა. გაიგეთ, რაღაცა ადამიანი არის ისეთი, რომელიც თქვა, ახლა ანუ თუ სიტყვაზე თქვენ მუშაობთ ინტერნეტში, ხო და ეზოტერიკოსი ხართ, ანუ ეს ადამიანი თქვენ ჩუმჩუმად გიყურებს და აინტერესებს, მოსწონს თქვენი მიდგომა საქმესადმე, თქვა, აინტერესებს, თქვა, როგორი ან თქვენი ცოდნა თუნდაც, გაიგეთ, თქვენი ცოდნა, თქვენი ნაკითხობა, აი ესეც აინტერესებს ძალიან ამ ადამიანს. აი ცოტა ღრმად შევდივარ ახლა ნელ-ნელა და შეიძლება უფრო გაიგოთ თქვენ. ნუ ან
იცოდეთ მაინც რომ აი ეგეთი ვიღაც ადამიანი არის არსებობს თქვენ სივრცეში, გაიგეთ რომ მაგრამ უფრო რაღაც მგონია რომ თუ დაუშვოთ თქვენ ეხლა გრძნობთ რომ ვიღაცა არის აქ აი რო იციან ხოლმე გოგოებმა უკონტაქტო ურთიერთობა, აი ეს არის ზუსტად ეხლა უკონტაქტო, უბრალოდ ადამიანი სადღაც გიყურებს თქვენ, სადღაც საიდანღაც დაუშვოთ ეხლა თქვენ თუ არ იცნობთ ის გიცნობთ, გაიგეთ? აი ეს არის. კარგით, ნახოთ ეხლა მაგისი მატერიალური მდგომარეობა, აი ხო გეუბნე მოქმედი ტიპაჟი არის ძალიან და ხო გეუბნე რაღაც ესეთი რო გითხრათ რომ ზის ერთ ადგილზე არა. არ ზის ერთ ადგილზე ეს ადამიანი, ნამდვილად რაღაცას აკეთებს და სულ რაღაცა როგორ ახლა ხუთიანი არის აქ გვერდხების. სულ ადამიანი სულ რაღაცა ბრძოლაში, სულ რაღაცა, თითქოს შეიძლება ახლა даже ახალი ბიზნესიც დაიწყო, არ გამიკვირდება მე ნამდვილად, ხო? ფინანსური მდგომარეობა შენი. იცით როგორი მომენტი არის აქა? ეხლა ვეგეტყვით. აი აქ ნახეთ რას გვიყვებიან ჩვენ, რატო არის ეთყობა ბრძოლაში. ამ ადამიანს ქონდა რაღაცა ძალიან რთული სიტუაცია. შეიძლება, გოგოებო, даже ქონდა რაღაცა სასჯელიც ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ საჯარო გაშლა ვამბობ ყველაფერს, ახლა აქ ერთი ადამიანი არ მიზის, ხო? მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ აქ რას მიყვებიან, რატო აი სულ ბრძოლაში მეთქი, გამოდის კრიზისიდანაც თუნდაც ახლა. მაგის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა შეიძლება ყველაფერი დაკარგა საერთოდ და ან დაუშვოთ მოხდა ისეთ სიტუაციაც მაგას უღალატეს პარტნიორებმა ბიზნესში. აი ეგაც შეიძლება თქვენ კიდე თუ დაგეხმარებათ, ან შემდეგში თუ დაუშვოთ გაიცნობთ ეგეთ ადამიანს, დაგეხმარებათ რომ იცნოთ ეგ არის თუ არა. და ძალიან იმედგაცრუება ჰქონდა, თან აი ნახეთ, სულ ეს ადამიანი იჯდა ისეთ მდგომარეობაში, რომ აი იმედგაცრუება ძალიან დიდი ჰქონდა ფინანსებში რა მაგას, იმიტომ რომ უფრო ესეთი ენერგიები რო ჰქონდა უფრო, ხო? და უიმედობა, უყოლაფერ, აქ რა არის, იცით, მაგისი გზა, ეხლა რო იმპერატორი არის, ეს იმპერატორი რო არის დღეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი როგორი გახდა ეთყობა გვაჩვენებენ, რომ არ აქვს ნიშნავს, თუნდაც პატარა ბიჭიც რო იყოს, აქ ამან გაიარა ძალიან ძალიან ბევრი გაკვეთილები, რაც ეხება ფინანსებს. ბევრჯერ დაქცეული იყო, ბევრჯერ მოატყუეს, ბევრჯერ შეიძლება ასესხარ, ჩაასესხეს, ბიზნესი აწყო, დაკარგა, კონკურენციაც იყო, აქ, კაროჩე, ყველაფერი რა გამოიარა, მაგრამ ეს ამ ადამიანს როგორ არის ახლა, როგორი მდგომარეობა არის? მაინც გამოვიდა გამარჯვებული. სულიერად არ დაეცა ეს ადამიანი, გაიგეთ? მაინც აი ამ ყველაფერმა მიიყვანა ეს ადამიანი, აი იმ მასშტაბებთან, რა მასშტაბებშიც არის ეხლა ეს ადამიანი, გაიგეთ რა ხდება? აქ იმიტომ გითხარით, რაღაცა ძალიან გამოცდილი ტიპაჟი არის. ძალიან ნახეთ რა არ დაკარგა, გამოდის აქ ათასების მეფე, პლუს კიდე აქ ათასების არის ტუზი. იმის მიუხედავად, რომ ძალიან რთული გზები შეიძლება გამოიარა ამ ადამიანმა, ხო? არ დაუკარგავს ეს სიმშვიდე, არ დაუკარგავს ის დაუშვათ წინსვლის უნარი, არ დაუკარგავს ადამიანობა. გაიგეთ? ხისტი არ გახდა. ეხლა აქ რო ხმალების მეფე ყოფილიყო, გეტყოდეთ რომ აი ამ ყველაფერმა მიიყვანა ამ დონეზე. არა. აქ ძალიან კეთილშობილი ადამიანი არის, იმიტომ რომ თასების მეფე კი შეიძლება იცის, მაგრამ უცბად არ გაჩვენებს ახლა შენ. მანიპულატორიც კი არის, კაი მაგარი ეგა. იცის, მაგრამ სხვათან შორის როგორ უნდა, იმიტომ არის, იმიტომ მიაღწია ბევრ ამას დიდი გამოცდილება აქვს, გეუბნებით. ადამიანთან ურთიერთობაში და ძალიან ძალიან ბევრი მტკივნეული მომენტები გაიარა, მაგრამ მან მიიღო ეს ყველაფერი როგორც გაკვეთილები. მიხვდეთ, აი გაკვეთილების სახით მიიღო ეს ამ ადამიანმა და ამიტომ ეხლა მაგას აქ წინსვლა არ გამოვრიცხავ კიდე ერთ მომენტს, ნახეთ, შეიძლება, გოგოებო, შეიძლება ეს ადამიანი ყველასთვის არა, მაგრამ შეიძლება ეს ადამიანი არის საზღვარგარეთ.
გაიგეთ? ან ბიზნესი აქ ისეთი მაგას, რომ უწევს ბევრი გზები, მიდის, ან შეიძლება ვაფშე გადავიდეთ, ну, თქვა, ან მასშტაბირე, კიდე ნახეთ, ან შეიძლება ასეთი სიტუაციების მერე პირიქით, აი მასშტაბი მისცა თავის ბიზნესს დაუშვათ და მაგრამ აქ გეუბნებით, ან არის ადამიანი, რომ გადავიდა საერთო საცხოვრებლად საზღვარგარეთ და იქ ცხოვრობს ახლა. ეს პირველი სიტუაცია. ან შეიძლება და იქ მოიპოვა დაუშვათ ეს სიმშვიდე და ბიზნესიც იქ წავიდა. შეიძლება ინტერნეტში კონდეს ბიზნესი, შეიძლება გზებთან დაკავშირებით არის, თქვა, აი უწევს ხშირად, მაგას აი გზაზე არის გაკრული, შეიძლება რაღაცა ეგეთი ბიზნესი კონდეს ან საქმე, მიხვდეთ? აი ეგეთი. так, შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ რა უნდა მას საერთოდ ურთიერთობებისგან. ბედნიერება, გოგოება, ნახეთ, ბედნიერება უნდა ამას. მზე. თან როგორ არის, იცით, აი აქ ხო გეუბნებით, ამას არა აქვს დაკარგული, აი ეს ხო არის დაუშვათ ადამიანი, როცა ძალიან ბევრი გულის ტკენა აქვს მაგას გამოვი, ენდობოდა, ძალიან ისეთი ტიპია, რომ აი ენდობოდა და უღალატეს, გაიგეთ რა ხდება. და ამიტომ შეიძლებოდა, რომ თქვა, აქ ადამიანს, даже აი ნახეთ, ისი პრინციპში მოდით აბა ვკითხოთ ჩვენ კიდე ერთი. ეხლა რა აქვს მაგას პირად ცხოვრებაში რა სიტუაცია ხა ვკითხავ მე. მაგრამ ურთიერთობა უნდა მაგას სხვათა შორის ძალიან ესე რა ქვია, ბედნიერება მინდა, კარგად მინდა ვიყო, გაიგეთ? აი და ამას სხვათა შორის ეს პოზიცია იცის, მაგრამ მინდა ვიყო მე კარგად, ბედნიერად და მე რო კარგად ვიქნები, მე ყველას გავახარებ რა. აი ეს უნდა რაღაც ურთიერთობა და მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ აი ამ წუთში, აი ამას ვკითხავ ახლა მე. აი ახლა ვკითხოთ ჩვენ, ეხლა რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. ეს როგორ გამომრჩა ხო ეს კითხვა? სხვათა შორის მაგას ახლა დაუსრულდა რაღაცას პირად ცხოვრებაში, კი, ანუ გამოსული არის სხვათა შორის თან ძალიან ბედნიერი არის, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ჰქონდა, დასრულდა. სხვათა შორის ან შეიძლება ვიღაცისთვის იყოს, რომ აქ ნახეთ რა ხდება. აი შეიძლება ნახეთ არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვთქვით რომ ხა საჯარო გაშლაში ვამბობ ყველაფერს. ეხა ის იქნება რაღაც პატარა პროცენტისთვის, თუ ამას ყავს ოჯახი დაუშვათ და პასუხისმგებლობა აქვს მაგას ოჯახზე. აქ ნახეთ როგორი სიტუაცია შეიძლება იყოს. პრინციპში მაგი რო გითხრათ რომ ანუ არ გაუმართლა მაგას თქვა პირად ურთიერთობაში, ეს იქნება ტყვილი. ეს წვილი იქნება. მაგრამ ეხლა რაღაცა პერიოდი არის, მაგას როგორც თქვენთან არის მე-13 ენერგია შედიხარ ტრანსფორმაციაში, ისე შედის ეგ. ამასაც რაღაცა პერიოდი დაუსრულდა. მიხვდეთ რა ხდება? და რაღაცა ეს ადამიანიც ეხლა ეძებს თავის ვარსკვლავს. აი აქაც ბედნია, თავის ვარსკვლავს ეძებს, ბედნიერებას ეძებს, გაიგეთ რა ხდება? და ფიქრობს, რომ რაღაც ამასაც რაღაცა პერიოდი დაუსრულდა და ეხლა გოგოებო, მე გეუბნები, ეს ადამიანები იქნება ვიღაცა ძალიან მნიშვნელოვანი. აი 10-იანი პენტაკლების. ახალი ახალი ოჯახი უნდა შექმნა, იქ აქაც იმპერატორი. სადაც იქნება სიყვარული. კი, სერიოზული ურთიერთობა უნდა ამას. ეხლა რა ხდება, იცით? პრინციპში ხო, როგორც გითხარით. ეს ადამიანი იქნება ძალიან ვიღაცა მნიშვნელოვანი, რო იცოდეთ გოგოებო. მოდით ასე ვთქვათ, ახლა ზოგისთვის შეიძლება იყოს даже მასშტაბურადაც ძალიან ცნობილი, იმიტომ რომ აქ ვარსკვლავი და მზე და ისეთი ენერგიები წამოვიდა, რომ რა გითხრათ რა.
ზოგი შეიძლება იყოს უბანში პირველი ბიჭი, სოფელში პირველი ბიჭი რა, ეგეთი რაღაცა. ანუ უბრალოდ ხა მნიშვნელოვანი, ჩანს, ადამიანი რომელიც ჩანს, მოდით ასე ვთქვათ. და ეხლა ეს ადამიანი არის, რომ აი რო გითხრ ძალიან უბედური იყო ურთიერთობაში, არა, აქ უფრო ბიზნესში შეიძლება გქონდა მაგას რაღაცა საქმეები, მაგრამ აი იქაც რაღაცა ეთყობა, აი როგორც თქვენთან რაღაცა პერიოდი სრულდება, ისე ამასთანაც რაღაცა პერიოდი სრულდება და ამიტომ უნდა იყოს რაღაცა ეთყობა თქვენი ეს შეხვედრა. так, ну ნახოთ ახლა ისე დამავიცა ხო შეხვედრას, ну ნახოთ ახლა ჯერ ეს პოზიციები, ისე ძალიან გაგვიგრძელდა ეს გაშლა რა. რას გააკეთებს ამ ურთიერთობისთვის? ვაიმე, აქ სერიოზულში წავა. აქ ყველაფერს გააკეთებს, პირველ რიგში აქ სერიოზულად შევა, სტაბილურად, ბედნიერად, даже არ გამიკვირდება, რომ იმენა ეგრევე ეტყვის, რა მინდა კორცინება, აქ იმენა კორცილი არის, ნახეთ ამ დასტაში 4-იანი და ესა გვერდხების. აქ იმენა პასუხის, ну, რას ნიშნავს კორცინება? კორცინება იმას ნიშნავს, როცა ადამიანი გეუბნება, რომ მე შენზე ვიღებ პასუხისმგებლობას. აი ეს არის კორცინება. ადამიანი როცა შენ თან ასეთ მდგომარეობაში, ადამიანი როცა შენ ხელს თხოვს, ესე იგი უკვე ზრდასრული ადამიანია და არ არის პატარა ბიჭუშკა, რომ ოღონდ სექსის გულისთვის, რომ კანონიერი სექსი მქონდეს. მაგისთვის არა. აქ იმენა პასუხისმგებლობა მინდა შენზე ავიღო, რომ შენ მინდა იყო ჩემი ცოლი. და თქვენ როგორ იქნებით ამ ურთიერთობაში? ну თქვენ იქნებით ძალიან ბედნიერი, შემიძლია იკითხო. ძალიან ბედნიერად იქნებით იგრძნობ თავს. აი სხვათა შორის როგორი თემაა, იცით, აი მეგობრული, კარგად როცა ვარ, აი როცა აი სიამოვნებს. როგორი იგრძნობს თავს. კი. აქ ოჯახი. აქ როგორი თემაა, იცით, აი თითქოს რასაც დიდი ხანი ველოდებოდი, აი ეს აქ გეუბნები, აქ რაღაცა ურთიერთობა ისეთი მოდის, იცით, რომ აი ოჯახში დავბრუნე, ვიპოვე ჩემი ის, რასაც მე სულ ვეძებდი, ის ვიპოვე. აი ბოლოს და აი ხო არიან გოგოები რო ზოგია მეუბნებიან კონსულტაციაზე, აი ბოლოს და ბოლოს არ არის ესეთ ადამიანი, რომ ვიგრძნო, რომ ბედნიერება, რომ აი მე კარგად ვარ, რაღაცა აი იმენა სულიერად რაღაც. აი ეს არის აქ. აი რომ დაიმსახურე და ბოლოს შეხვდა ის ადამიანი, ვისთანაც შენ იგრძნობ თავს ბედნიერად და შეიძლება კი არა, ანუ დაბერდები რო იტყვიან ამ ადამიანთან. თუ თქვენ ახალგაზრდა გოგო ხარ, დაუშვათ, ну, ანუ ახალგაზრდა რას გულისხმობ, რომ შეგიძლიათ შვილების გაჩენას, შვილებსაც გააჩენ და ძალიან მაგარი ოჯახში მოხვდებით. აი ძალიან სერიოზულ, მაგარი იმენა კლანი რა. ეთყობა აქ იმენა, ну, შეძლებული ოჯახია. შეძლებულია, მაგრად და კარგად მიგიღებენ ძალიან მაგრად. თუ დაუშვოთ თქვენ ახლა უკვე აღარა ხართ, თქვათ იმ ასაკში, რომ შვილები გააჩენ, აი იგრძნობთ, აი თითქოს ვიპოვე, ჩემი ვიპოვე, გელოდებოდი ამდენი ხანი და ვიპოვე რა, აი ეგეთი მომენტია და ანუ რჩევა მიიღეთ ეს ურთიერთობა. მიიღეთ ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს არის აი მაღალი ძალებისგან გამოგზავნილი, რასაც შენ დიდი ხანი ელოდებოდა, რასაც შენ ბედით გეწერა. ანუ ეს არის ის ადამიანი, რომელსაც შენ აი რო მოდიოდი ასე ვთქვათ ამ დედამიწაზე, უნდა ყოფილიყო შენი. ну ჩემო სიხარულებო, არ ვიცი რა გითხრათ, აი ძალიან მომეწონა მაგარი გაშლა. გაიგეთ, აქ გამოდის ადამიანი ვიღაცა ძალიან აი მარტოსულობიდან, სადაც აი ნერვიულობები და ყველაფერი ქონდა და აგერ არის ეს ბედნიერებაც მოდის, მართლა ძალიან ესეთი აი თითქოს აი საგვარეულომ გამოგიგზავნა თქვენ ეს ტრანსფორმაცია იმისთვის, რომ თქვენი ახალი ცხოვრება დაიწყოს, აგერ არის ეს ახალი პარტნიორი, აგერ ხარ თქვენი იმპერატრიცა და აგერ არის თქვენი პენტაკლების მეფე. უბრალოდ, ну, ეჭვენო გეპარებათ, რომ არა მე ეს არა და მე და ისა და არა ვარ მისი ღირსი, თქვენზე იქნება არჩევანი, თქვენი ფიქრები ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გეძლევათ, თქვენ, ანუ არის ხა ქართულად როგორც სწორად გადავთარგმნო ხო ბიბლიაში რო წერია ბავერი ვაშე და ბუდით ვამ, ხო, ანუ რამდენადაც გწამს, ის რასაც ისიც გჯერა, ის მოგეცემა რა, ის მოგეცემა. ამიტომ
ზოგჯერ არის ესეთი სიტუაციები, რომ ჩვენ ახლა უფრო აი ცუდი რაღაცები როცა ამოვიდეს, ხო? კი, ჩემია და უფრო კიდე ამას იზიდავთ, ხო? ანუ შენ ისევ ადასტურებ, შენ ახლა ხო, ანუ და როცა კარგი შემოდის, აი მაშინ არა, ესა ჩემო, მე რა, სად? აი ანუ უარყოფ, გაიგე? ანუ რაზეც შენ ფიქრობ, იმას იზიდავ, ხო? და ამიტომ, ანუ აი ზოგი ძახოს კი ვფიქრობ, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ შენ უბრალოდ ფიქრობ და უნდა გჯეროდეს და უნდა გჯეროდეს რისი, რომ შენ ხარ ყველაფრის, აი კარგი ზღირსი ამ ცხოვრებაში, შენ ეს დაიმსახურე, თუნდაც შენი დაბადებით, თუნდაც იმით, რომ შენ რაღაცას აკეთებ, ცდილობ, თუ შენ თავზე მუშაობ, ვითარდები და ასე შემდეგ, უკვე სამყარო ამას ხედავს და რა თქმა უნდა, უფრო მეც მოგცემს. თუ შენ არაფერს არ აკეთებ, თუ შენ თავზე არ მუშაობ, თუ შენ არ მიდიხარ იქ, სადაც შენი სული გეძახეს, თუ შენ არ აკეთებ იმას, რაც შენ სულს უნდა და ხარ დამოკიდებული, ვინ რა სიტყვის, ხალხი რა სიტყვის, პეტრე პავლე რა სიტყვის, საზოგადოება რა სიტყვის, მაშინ იჯდები იქ, სადაც ზიხარ რა. არასოდეს არ იქნება არავინ შენს გარშემო ბედნიერი, შენ თუ უბედური ხარ. არასოდეს. იმიტომ რომ შენში ზის ეს ანუ დავუშვათ, აი მე შვილების გულისთვის არ გავაკეთებ ამას. მე თქვათ ახლა აი მეზობლების გულისთვის, რომ მეზობლები მათ კარგი თქვან, ხო? და მე რო სახში ვზივარ სიტყვას და ვტირი, ეს მეზობლებმა ხო არ იცის, რომ გავდარი ივიცინი. მე რა ბედნიერები ხარ თქვენ, რა კარგები და მე სახში შემოდა ურახუნებს ეს ქმარი, ხო? და ანუ თუ შენ მარტო მეზობლები რო კარგად იყვნენ და გახარებულები ყავდეს, მაგისთვისი ტანჯები, ნუ ოკეი, ეს შენი არჩევანია, ყოველთვის შენი არჩევანია ყველაფერი. ეს შვილებიც მე გაიზრდებიან და ყველა შვილს უნდა მშობელიც კარგად რო იყოს, წარმატებულად რო იყოს და ბედნიერად რო იყოს და ნუ ეს სხვა თემა, ამაზე შემიძლია იცით თქვენ ვილაპარაკოთ ძალიან ბევრი და ბევრ სხვადასხვა თემებზე. ამიტომ მე ვფიქრობ, მაგარი გაშლა იყო, რა ვიცი, აბა თქვენ მომწერეთ, ეხლა რამდენად რეზონირებთ, რამდენად იღებთ თქვენ, თუნდაც ეხლა შეიძლება აი სიგნიფიკაცია თქვენი იყო 1000%-იანი, ხო? მაგრამ აი აქ ცოტა რაღაცა თქვით, რომ აი მაგრამ გული გეუბნება და სული გეუბნება, მიდი მიიღე რა, მიდი რა, დაიჯერეთ რა. გთხოვთ, просто დაიჯერეთ, რომ მე ვარ ღირსი, აი ასეთი ურთიერთობისთვის, ასეთი ადამიანის ჩემ ცხოვრებაში, ასეთი ოჯახის. მე ვარ ღირსი. მე ჩემ თავს ვაძლევ უფლებას, რომ მე ავდეს აი ასეთი ურთიერთობა.